გამარჯობა. ალბათ, როცა გესმით ფრაზა ხელოვნური ინტელექტი HR-ში, მას ერთიან მონოლითურ ტექნოლოგიად წარმოიდგენთ, მაგრამ იცით, სინამდვილეში ეს უფრო გრძელ და საინტერესო მოგზაურობას გავს, ევოლუციას, რომელიც 10 წლეულებს ითვლის. მოდით ამ გარდაქმნას ერთად გავყვეთ და ვნახოთ, როგორ იქცა AI უბრალო ინსტრუმენტიდან ნამდვილ გუნდის წევრად. სანამ დავიწყებთ, ერთი წამით დაფიქრდით. აი ამ წამს, როცა გეუბნებით AI HR-ში, რა მოგდით თავში პირველად? რეზუმეების ავტომატური ფილტრაცია, იქნებ ჩატბოტები და უფრო საინტერესო კითხვა. თქვენი აზრით, ყველა ეს AI ერთნაირია? როგორც დღეს ვნახავთ, პასუხი არის კატეგორიული არა. აბა, როგორ გავერკვეთ ამ ყველაფერში? მარტივად, ჩვენი დღევანდელი მოგზაურობისთვის გვაქვს ერთგვარი რუკა, რომელიც 5 ძირითად ეტაპად არის დაყოფილი. ეს არის გზა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გადის. ჩვენ დავიწყებთ ყველაზე მარტივი, წესებზე დაფუძნებული სისტემებით და ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ მომავლის სრულიად ავტონომიურ აგენტებამდე. კარგი, მზად ხართ? მოდით ჩავყვინთოთ და დავიწყოთ პირველი ეპოქით. ეს არის, ასე ვთქვათ, წესის მიმდევარი, რომელიც 1950-იანებიდან 80-იან წლებამდე ბატონობდა. მაინც, რა არის ეს წესებზე დაფუძნებული AI? ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ პროგრამა, რომელიც მხოლოდ ერთ ლოგიკას ცნობს. თუ ეს მოხდა, მაშინ გააკეთე ის. მას არ შეუძლია ისწავლოს, მოერგოს ან გადაუხვიოს ინსტრუქციას. ის აკეთებს ზუსტად იმას, რასაც ეტყვიან, არც მეტს, არც ნაკლებს. ამის საუკეთესო მაგალითი, რომელიც ალბათ ყველასთვის ნაცნობია, არის კანდიდატთა აღრიცხვის სისტემა, ანუ ATS. როგორ მუშაობს? თუ რეზიუმეში წერია საკვანძო სიტყვა, ვთქვათ, Python, მაშინ ის გადის შემდეგ ეტაპზე. თუ არ წერია, მაგალითად, HRBP, ავტომატურად იბლოკება. ხო მარტივია. ხისტი სისტემაა, მაგრამ სწორედ ამან მოახდინა პირველი პატარა რევოლუცია და რეკრუტერები ასობით რეზიუმეს ხელით გადარჩევისგან იხსნა. ახლა კი გადავხდეთ დროში და ვნახოთ, როგორ გახდა AI უფრო ჭკვიანი. მეორე ეპოქა 1990-იანებში დაიწყო და ფაქტობრივად დღემდე გრძელდება. ეს არის პატერნების ამომცნობი AI, რომელმაც უკვე სწავლა დაიწყო. ამ ეპოქას ორი მთავარი ტექნოლოგია განსაზღვრავს: მანქანური სწავლება, ანუ ML და ბუნებრივი ენის დამუშავება, NLP. მოდით, მარტივად ვთქვათ, ML არის ერთგვარი დეტექტივი. ის უზარმაზარ მონაცემებში ეძებს ფარულ კავშირებს, ანუ პატერნებს და ამის საფუძველზე პროგნოზებს აკეთებს. NLP კი ენათმეცნიერია. მას ესმის ჩვენი ადამიანური ენა, სიტყვებისა და წინადადებების მიღმა დამალული კონტექსტი. პრაქტიკაში როგორ მუშაობს მანქანური სწავლება? წარმოიდგინეთ სისტემა, რომელიც აანალიზებს თანამშრომლების მონაცემებს და გეუბნებათ, ვინ არის მაღალი რისკის ქვეშ, რომ კომპანია მომდევნო 6 თვეში დატოვოს. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ HR-ს შეუძლია პროაქტიულად იმოქმედოს და შეინარჩუნოს ტალანტი, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ფაქტის წინაშე დადგეს. აი ეს არის მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომის ძალა. და NLP ის არა მხოლოდ სიტყვებს კითხულობს, არამედ მათ შორის კავშირსაც ხედავს. მაგალითად, მას ესმის, რომ senior Python developer-ი და 5+ წლიანი გამოცდილება Python-ში პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ან წარმოიდგინეთ ჩაწერილი ინტერვიუს ანალიზი, სისტემა შეუძლია შეაფასოს კანდიდატის ტონი, რამდენად თავდაჯერებულია და რა განწყობაზეა, ის სიტყვების მიღმა არსებულ ნიუანსებსა და ემოციასაც კი იჭერს. და აი მოვედით ეპოქამდე, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ. მესამე ეტაპი 2022 წელს დაიწყო და ეს არის კონტენტის შემქმნელის ხანა. გენერაციული AI რადიკალურად განსხვავებულია. ის არა მხოლოდ აანალიზებს არსებულ ინფორმაციას, არამედ მის საფუძველზე ქმნის სრულიად ახალ, ორიგინალურ კონტენტს, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანის შექმნილს. იქნება ეს ტექსტი, სურათი თუ პროგრამული კოდი. ეს არის ნახტომი ანალიზიდან პირდაპირ შემოქმედებაში. ამას ერთი კარგი გამოთქმა აღწერს. ეს იგივეა გყავდეს პარტნიორი ნებისმიერი ამოცანისთვის. წარმოიდგინეთ, გჭირდებათ ვაკანსიის აღწერის დაწერა ან თანამშრომლის შეფასების მომზადება. გენერაციული AI ამას წამებში გააკეთებს. ის უკვე უბრალოდ ინსტრუმენტი კი არა, ნამდვილი პარტნიორია, რომელიც დროს გითავისუფლებთ უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანებისთვის. კარგი, ახლა მოდით შევიხედოთ ახლო მომავალში. მეოთხე და მეხუთე ეპოქები, რომლებიც სავარაუდოდ 2025 წლიდან იწყება, წარმოგვიდგენს ავტონომიურ ასისტენტს. რა არის აგენტური AI? აქ უკვე ფუნდამენტურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებ. ეს არის თანამშრომელი, რომელსაც საქმეს ავალებ. მას შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს, კოორდინაცია გაუწიოს და შეასრულოს რთული, მრავალეტაპიანი ამოცანები. აქ მთავარი სიტყვა დამოუკიდებლად არის. მოდით, კონკრეტული მაგალითი ვნახოთ.
წარმოიდგინეთ ახალი თანამშრომლის მიღების პროცესი, ანუ onboarding-ი. აგენტური AI ავტომატურად იღებს ახალი თანამშრომლის მონაცემებს, ნიშნავს კალენდარში ყველა საჭიროს შეხვედრას, უგზავნის პერსონალურ მისასალმებელ წერილს და აგვარებს IT მოთხოვნებს. და ამ დროს რას აკეთებს HR მენეჯერი? ის არ დარბის კალენდრების შესათანხმებლად, მას შეუძლია უბრალოდ დახვდეს ახალ თანამშრომელს ყავაზე და გაიცნოს. მაშასე, მოდით, ერთი წუთით შევჩერდეთ და გადავხედოთ ამ საოცარ გზას, რომელიც გავიარეთ უბრალო ინსტრუმენტიდან გუნდის სრულფასოვან წევრამდე. ეს ცხრილი ფაქტობრივად ყველაფერს ამბობს. ჩვენ დავიწყეთ უმარტივესი, წესებზე დაფუძნებული სისტემებით, რომლებიც უბრალოდ ბრძანებებს ასრულებდნენ. შემდეგ ML-მა და NLP-მა მოქცა უნარი, გვეპოვა ფარული პატერნები და გაგვეგო კონტექსტი. დღეს გენერაციული AI ჩვენთვის ახალ კონტენტს ქმნის, მომავალში კი აგენტური AI დამოუკიდებლად იმოქმედებს. ხედავთ გზას, მარტივი ბრძანებების შემსრულებლიდან სრულფასოვან პროაქტიულ პარტნიორამდე. ბოლოს, მინდა რომ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე დაფიქრდეთ. როდესაც ხელოვნური ინტელექტი უბრალო ინსტრუმენტიდან ავტონომიურ გუნდის წევრად გარდაიქმნება, მაშინ რა ხდება HR პროფესიონალის ახალი როლი? ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.